ძალიან საინტერესო ამბები მინდა გამწდოთ. და პირველი მინდა რომ ძალიან ისეთ სასიამოვნო ამბავით დავიწყო. ძალიან ხშირადაც არა გვაქვს ეგ ბედნიერება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ამ სასიხარულო ამბავში გარკვეულწილად ჩვენი წვლილიც არის. იმიტომ რომ გახსოვთ ალბათ, როდესაც პირველად გამწდეთ იმის შესახებ, რომ სამწუხაროდ მეთქი აი ამ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არ მიულოცა გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკოს და მე ვთქვი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, ალექსანდრ გრიგორიჩმა იმ წუთასვე მყისიერად მოგვილოცა და ძალიან ცუდია და ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და კაი ეხლა არ არის, მაგრამ შემდგომში მაინც გაითვალისწინეთ მეთქი და ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ეს სოციალურ ქსელში ატყდა მთელი ამბები, ძალიან ბევრმა მერე განცხადება გააკეთა, აღშფოთება გამოთქვა და აი გუშინ მე მაცნობეს, რომ ეს ინფორმაცია დადასტურებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილმა მიულოცა გამარჯვება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს. ეს არის ძალიან სწორი ნაბიჯი, მეგობრებო. და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ ეს არის პატივისცემის გამოხატულება პირველ რიგში ბელორუსი ხალხის მიმართ. მე მინდა ტექსტი წაგიკითხოთ იმ მისალოციდან, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გააგზავნა ბელორუსში. მინდა მოგილოცოთ ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობის და ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი. კარგად მოგეხსენებათ, რომ არაერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ალექსანდრ გრიგორიჩმა უამრავჯერ დადასტურა თავის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის საქართველოს მიმართ და მე ძალიან გახარებული ვარ და მე მადლობა უნდა უთხრა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს აი ამ გაბედული და ვაჟკაცური ნაბიჯის გადადგმისთვის. იმიტომ რომ კი ეხა ერთი ხელის მოსმით შეიძლება თქვას კაცმა რომ რა მოხდა მე ისეთი წნეხი მოდის ჩვენ ხელისუფლებაზე, ისეთი ზეწოლის ქვეშ არის ჩვენი ხელისუფლება, რომ ეს არის დასაფასებელი, მეგობრებო. ეს არის დასაფასებელი და აი რა სხვაობაა ყაველაშვილსა და ზურაბიშვილს შორის. აი მხოლოდ მარტო აი ერთი ფაქტითაც ჩანს, რომ რა სხვაობა ზურაბიშვილმა ამ არარაობამ საქართველოს რეპუტაცია ძირს დასცა და დღეს აი ამ რეპუტაციის აღდგენა იწყება უკვე ახალი პრეზიდენტის მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი ძალიან მალე წმუნებათა სიგელსაც გადასცემს ბელორუსის ელჩს. იმიტომ რომ ეს ადამიანიც ასევე დიდი პატივისცემით არის საქართველოს მიმართ. ბატონი ანატოლი ლისი, გახსოვთ ალბათ ის რამდენჯერმე ყოფილა ჩვენი გადაცემის სტუმარი, გორში ბრძანდებოდა. უდიდესი სიყვარული აქვს საქართველოს მიმართ და ეს ადამიანი ვერ ასრულებს ჯერ დაკისრებულ ფუნქციას, იმიტომ რომ წმუნებათა სიგელი ჯერ არ გადაუწია მისთვის პრეზიდენტს. და მე ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მინდა მოუწოდო, რომ ბატონო მიხეილ, თქვენ ნამდვილად ჭეშმარიტად ვაჟკაცური, პატრიოტული, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგით და მე მინდა რომ ესევე გააგრძელოთ და ჩვენთვის ბელორუსი არის სტრატეგიული ფიქრობ რომ მეგობარი ჩვენთვის ბელორუსი არის ქვეყანა რომელმაც ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეადუღაბა, იმიტომ რომ ზარნახული ზეწოლა იყო გახსოვთ ალბათ რუსეთიდან რომ ეცნო მას ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა და ვიღაცას თუ გონია რომ ეს რომ გაეკეთებინა ლუკაშენკოს ამ მარტო ბელორუსით დამთავრდებოდა ყველაფერი, ძალიან ცდებით მეგობრებო. ძალიან ცდებით. ამას მოყვებოდა დომინოს პრინციპი. ამას მოყვებოდა შემდგომ ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ ცხინვალისა და სოხუმის აღიარება და ხუხულასავით ჩამოიშლებოდა ის არაღიარების პოლიტიკა. ამიტომ ამას ძალიან დიდი დაფასება ჭირდება.
არაერთხელ დაუდასტურებია ლუკაშენკოს პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჯერ კიდევ როდესაც კვირიკაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი მახსოვს და მარგველაშვილი პრეზიდენტი ჩამოვიდა და თქვა რომ მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნის საქართველოსში. მილიონ სამუშაო ადგილსო. დღეს ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლო. დღეს ჩვენ ვფიქრობ რომ ბელორუსთან უნდა დავამყაროთ ისეთი ურთიერთობა. კარგი ამ რუსეთთან ვერ ჩადიხართ რომ ოკუპანტია. ბელორუსს ხო არ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორია. ლუკაშენკოს ხო არ წაუღია ჩვენი ქვეყნის რაიმე ნაწილი. მე მინდა მოგიწოდოთ ბატონო მიხეილ, მე მაშინვე თქვი თქვენ რომ აგირჩიეს. თქვენ რომ თქვი რომ ეს კაცი იქნება პირველი რომელიც დაიწყებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენისკენ გადადგმულ ნაბიჯების გახორციელებას და ისი აგიხდეთ ყველაფერი როგორც ეს გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რა სიგნალია? მე ველაპარაკე ბელორუსიაში მეგობრებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს, ძალიან კარგად იცით რომ ჩვენთან ხშირად არის ბელორუსის სტუმრები და სხვათა შორის ეხლა საკვირაო გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ბელორუსიდან, რუსულენოვან გადაცემაში თქვენ გახსოვთ რომ წინა კვირას ყავდა სტუმრად ბელორუსიის პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრ შპაკოვსკი, რომელიც ფაქტობრივად არის ბელორუსიის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ის ხშირად გამოდის ცენტრალურ არხებზე და უდიდესი პატივისცემა დაადასტურა შპაკოვსკიმ საქართველოს მიმართ. ლუკაშენკო რაღაცა მომენტი რო ჩაუვარდება საქართველოსზე ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს, გახსოვთ ალბათ ბოლო ფრაზა რომ კაცო ქართველებსო ესე იგიო ტენიდნენო იმასო რომ LGBT-ები ყოფილიყო იქა ეს გარკვეული პროპაგანდაო და ქართველი კაციო იმიდანო ბავშვობიდანო აკვნიდანო ქავს უყურებსო კაცო და შეიძლებაო საქართველოში LGBT პროპაგანდა განხორციელებულიყო და მართლაც ასეა ყველა ქართველი კაცი ნორმალური ქართველი კაცი ქავს უყურებს აბა ეხა ღმერთმა დაგვიფაროს რომ კაცებს შევხედოთ ჩვენ აბა სხვათა შორის ერთხელ მახსენდება ეხა მეც ბოდიში და მაკუთხით ეხლა რა არ ვიცი მამაოსთან ვიყავი და ეხლა ღმერთო მაპატი ეხლა შეიძლება რაღაცა ვწოდავდე კიდევაც მაგრამ მამაო მეთქი ქალებისკენ გამირბის თვალი მეთქი და კიდე კარგი შვილო ქალებისკენ გაგირბის თვალი და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ლუკაშენკო არ იყოს ქალებისკენ არ გაგვირბოდეს თვალები მაშინ ჩვენი საქმე დალაგებული არ იქნება მეგობრებო და აქედან გამომდინარე ეხლა უდიდეს პატივსცემენ ბელორუსში საქართველოს და ქართველებს და მე მინდა ბატონ მიხეილს აი მე რამდენჯერ ვიმეორებ იმიტომ რომ ოღონდ კარგი გააკეთეთ და იმისი ჩინებაში რო არის რა ქვია კორეაში და იმაში რო არის ტელეკომპანიები და რო მადლობა კი იმ ჩენდის მადლობა კი აი 100 ჯერ გავიმეორებ თქვენს სამადლობას ოღონდ კარგი გააკეთეთ და არ დავიღლები სამადლობელოს თქვი და ისეთი გახარებული ვარ აი ეს გუში როგორც კი გავიგე ეს ამბავი გვიან ღამით რომ აი არ ვიცი ჩემთვის ეს იყო თითქოს რა ვიცი მე ლამის აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს ლუკაშენკოს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის დარეგულირებაში. იმიტომ რომ მის სიტყვას ძალიან დიდი ფასი აქვს. ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა არის ბელორუსი, რომელიც ბოლომდე ერთგულია რუსეთისა. ბევრმა დაიწყო ერთი ადგილის თამაში, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმა, თქვენ კარგად იცით ეს. და ერთადერთი ლუკაშენკო არის რომელიც არის მაგრამ სხვა ქვეყნებიც ყავთ პარტნიორები რუსეთს მაგრამ ერთადერთი უერთგულესი ქვეყანა მაგრამ ხო და ამიტომ მე ვფიქრობ რომ უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი და მე მინდა უთხრა ბატონ მიხეილს რომ ძალიან აქ თხოვთ ვიცი რომ ჩვენ გვიყურებენ ჩვენ ტელევიზიას და გადაცერთ წვუნებათა სიგელი ბატონ ანატოლი ლის საქართველოზე დიდად შეყვარებულ ადამიანს, დიდ პატრიოტ ადამიანს ბელორუსი ერისა და გადასცე და შემდგომში უკვე პირველი ვიზიტი, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი არ ვიცი დაგეგმილი გექნებათ, განახორციელოთ მინსკში, შევხვდეთ ალექსანდრ ლუკაშენკოს და ამით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაკენ, იმიტომ რომ ბელორუსთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა არის გარანტორი იმისა, რომ ჩვენ რუსებთან მოუნახავთ საერთო ენას, იმიტომ რომ ლუკაშენკო ძალიან ბევრი რამე შეუძლია, მეგობრებო. ძალიან ბევრი რამე შეუძლია. და ფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგევართ